მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო YouTube-ელებო. კეთილი იყოს თქვენი შემოგბრძანება ჩემს არხზე. ესაა ტაროს პროგნოზები, ენერგია და ყოველდღიური ინფორმაცია. ასევე რჩევებიც. The life is magical. ესე იტყვიან ხოლმე და მეც ვიტყვი. Yes, life is magical. მოკლედ ეხლა ავიღე ორი დასტა, ერთი არის the Star Tarot card, მეორე არის the Universal Celtic Tarot card და ორ ვარიანტზე იქნება უბრალოდ ჯერ ენერგიები, სიგნიფიკატორი, როგორც ვშლი ხოლმე. შემდეგ თვითონ ინფორმაცია რაც შემოდის, ანუ რაც შემოვა ფაქიზის სივრციდან, სამყაროს საინფორმაციო ველიდან, იმის განხილვა, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა დასტაა და ერთნაირი ინფორმაცია არ შემოვა, ამიტომ თქვენ უნდა აირჩიოთ პირველი, მეორე, ანუ უყუროთ ორივეს, რომელიც რეზონირდება თქვენთვის და იქნება უფრო თქვენთან ახლოს, აირჩევთ იმ ვარიანტს. რახან საჯარო გაშლა. ჯერ ვნახოთ the Star Tarot card, სიგნიფიკატორი, ვინ მოვიდა, რა მოვიდა, ვინც უყურებთ. ეხლა ვინ შემოხედით, ვინ შემოვიდა. კონფლიქტური სიტუაცია შემოდის ადამიანთან, არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. და აქ არის, ანუ აი ესეთი რაღაც, კონფლიქტი, ადამიანი, დანგრევა. პირველი ვარიანტი. ინფორმაცია მოდის ასეთი, კონფლიქტი, ადამიანი, დანგრევა. ურთიერთობის, რა თქმა უნდა, მიჯაჭვულობა თან, ბოლომდე დანგრევა არ არის, მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება. ინფორმაცია მოდის პირველი ვარიანტიდან, ესეთი და ეხლა რა მდგომარეობაში ხართ, დანგრევა. ანუ ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი თუ რეზონირდება, გააგრძელეთ ყურება. დანგრეული ურთიერთობა მამაკაცთან. მიჯაჭვულობის ფონზე. თან ხართ მიჯაჭვულები. ნახოთ ეხლა თვითონ ეს ადამიანი, თქვენ ვინც ხართ აქ, ეხლა შემოსულებთ და უყურებთ ამ ჩემ ვიდეოს, ხო? და აირჩიეთ პირველი ვარიანტი. აი ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, რა მდგომარეობაში ახლა. ნახოთ მისი ენერგიები. აქ ამოდის ძალიან ხშირი ცვალებადობა ენერგიებთან დაკავშირებით. ანუ ხან დაუბალანსდება, ხან ესე იგი მშვიდად არის უცებ მოულოდნელად, რო იტყვიან აპილპილდება, გაცეცხლდება, ანუ ამოდის ციკლურობა, ანუ მისი ენერგიები, მისი შინაგანი, ესე იგი ფსიქოემოციონალური ფონი დამოკიდებულია ციკლურობასთან, ანუ ძალიან ხშირად ეცვლება, გუნება განწყობა, ასე ვთქვათ, და ეს დამოკიდებულია მის სტაბილურობასთან, მის ოჯახთან, მის ურთიერთობასთან. ახლა ოჯახის კარტი ამოვიდა. ნახოთ აბა მის ოჯახთან, მის ოჯახის წევრებთან, როგორი ურთიერთობა აქვს ეხლა ამ აწყდროში, ამ ადამიანს, ვისაც მოდის ინფორმაცია. მყარი ურთიერთობა აქვს, მაგრამ როგორც ასეთი აინახეთ, აქ არის დანგრევა, ანუ რაღაცა იყო ისეთი მის ოჯახში, შეიძლება ფინანსურად, შეიძლება პიროვნულად, რომ ურთიერთობა ჩამოინგრა, რომელიც იყო მყარი. წლების განმავლობაში, რაღაც დროის განმავლობაში თვითონ ფიქრობდა, რომ მყარი იყო, მაგრამ დაინგრა, ანუ შეიძლება ოფიციალურად არ არის დანგრეული, მაგრამ ჩამოინგრა. მაშინ თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანთან რა ხდება, ანუ ვინ ჩაიფიქრეთ, ხო? მართებულია დაუსვათ ესეთი კითხვა. თქვენთან მიმართებაში რა ხდება და ამ ადამიანთან. თქვენ იმედი გაქვთ, მაგრამ დიდი ხანი გაგრძელდა ეს ლოდინი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ კონფლიქტური სიტუაციაა, იყო მოლოდინები, იყო მისგან
იმედები, რომელიც გაგიცრუათ, იმიტომ რომ აქ გამოდის სამკუთხედი. ან ძალიან დიდი დარტყმა თქვენ გულის მიერ მიიღებული ტრავმა, ანუ გრძნობის მიერ მიღებული ტრავმა, ან და სამკუთხედი. მაშინ თქვენ თუ სამკუთხედში ხართ და თუ მიიღეთ ამ ადამიანისგან ტრავმა, გაგიცრუათ გული, იყო კონფლიქტი, მოლოდინები გაგიცრუათ, ხო? შეგვირდათ, არ შეასრულა და რადიკალურად სხვანაირად მოიქცა. მაშინ რას გირჩევენ თქვენ ეხლა ამ აწყო დროში ამ ადამიანთან დაკავშირებით? ღირს? ლოდინი? ფაქტია, რომ სიმშვიდე დაგაკარგვინათ ამ ადამიანმა, ანუ ღამეც კი მოგდით რაღაც ისეთი შეტევები, შფოთვები, რომელიც არ გაძლევთ მოსვენებას თვითონ ამ ადამიანიდან გამომდინარე. და შეიძლება ითქვას, ეხლა კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის საჯარო გაშლა, მე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მოდის თვლიანი ინფორმაცია ზოგადი. აქ მაგიურ ჩარევასთან იყოს საქმე, იმიტომ რომ აქ იმდენად ჩაიკეტა თქვენი გზები, იმდენად ისეთი დარტყმა მიიღეთ, რომ შეიძლება ფინანსებზეც რაღაც პირად სხვა საკითხებშიც დაგეკეტათ გზა, რას ვიძახი დაგეკეტა, ის სრული სტაგნაცია, გაჩერება. აი აი ესეთმა ამ ადამიანთან აი ესეთმა სიტუაციამ ჩაგეკეტათ გზა. ანუ აქ მაგიას მაჩვენებენ ენერგო, ასე ვთქვათ, ჩარევას, ხო, ენერგეტიკულ ჩარევას. ცუდი გაგებით, ოღონდ ესეც გასაგებია, ანუ მანდაც არის განსხვავებები, შეიძლება დროებითია, შეიძლება ცოტა მძიმეა, შეიძლება უფრო ადვილად შეიძლება ამის გაწმენდვა მოხსნა, ხო? აქაც არის განსხვავებები, ხა საჯარო გაშლა და ვერ ვკითხავ ასე პირდაპირ, თუმცა მაქვს ძალიან ბევრი პრაქტიკები, რასაც მე თვითონ ვიყენებ და თქვენც შეგიძლიათ როცა იგრძნობთ ესეთ ჩაკეტილობას, აი საიდან რო არაფერი არ არის, რო არაფერი ახალი არ ხდება, აი გაჩერება, თან ეს ფსიქოემოციონალური შემოტევები, ანუ რაღაცა არის ნეგატივი დაგროვილი, შეიძლება კონკრეტულად ადამიანმა არა, მაგრამ გარემომ სიტუაციამ ყველაფერი მოქმედებს ეხლა და ამან ჩაკეტად და ამისთვის უნდა მიიღოთ ზომები და ნახოთ, აბა თუ გამოხვალთ მაშინ ეხლა კონფლიქტური სიტუაციაც აღინიშნება აქ ამ მდგომარეობიდან თუ არის გამოსვლა არის ამ პერიოდში არის თქვენი აქტიურობით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, მაინც ეს ჩაკეტილობა მოყვებათ, ანუ ის დარტყმა, რომელიც მოგაყენათ ამ ადამიანმა და გული გაგიცრუათ, ეს ქვეცნობიერში დალექილი ეს ნეგატივი, ხო, აი დადანაშაულება, მე ამის ღირსი არ ვიყავი, რატომ, ანუ აი ესეთი კითხვები, ამოკვიატებული, ეს პირიქით გწევთ ქვემოთ, ნეგატივში გაგდებთ, მაგრამ ეს გზა უნდა გაგეარათ, რომ შემდეგ ანუ მოდის უკვე გამონათება, იმიტომ რომ ყველა აღმართს დაღმართი მოყვება, ყველა დაღმართს აღმართი მოყვება და ყველა ესეთ სიტუაციას როცა გირტყავენ, გამოსავალი ყოველთვის რა არის ცხოვრება ბრძოლა, რაც არ კლავს ის პირიქით გვაძლიერებს, ანუ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და მერე გამოსავალი არის, ანუ გაწმენდვა და თქვენი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მაშინ 6 პერიოდს მაჩვენებენ ზოგადად. დიდი დროა, მაგრამ მაინც, აბა, მალე გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან და როგორი იქნება ეს გამოსვლა აი ამ ფსიქოემოციონალური ტრავმიდან. კარგი გამოსვლა იქნება, ჩანს ემოციონალური ფონი და ემოციონალურ ფონზე მიყენებული ეს ტრავმა, რომელიც თქვენ მოგაყენათ ამ ადამიანმა თუ კონკრეტულმა სიტუაციამ, ну, ადამიანი ფიგურირებს, რამაც გამოიწვია აი ეს დროებითი, აი ესეთი ყველაფერზე, რო იყვენ დაარტყა, დაბლოკვა, მაგრამ გამოსავალი არის ცოტა ხანი კი იქნება ეს გაჩერება, მაგრამ ახალი დასაწყისი აუცილებლად არის, ესეც თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად თქვენ იმოქმედებთ, რომ საკუთარი თავი თქვენვე
გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, იცოდეთ, რომ ვერავინ სხვა ვერ დაგეხმარებათ, რჩევებს მოგცემენ, რაღაცებს გაჩვენებენ, მინიშნებებით, ადამიანებიც გამოჩნდებიან, მაგრამ თქვენი აქტიურობაა ეხლა აქ საჭირო და თქვენი მონდომება, იმიტომ რომ ეს თქვენი ცხოვრებაა პირველ რიგში. და ამ ადამიანთან დაკავშირებით რა მოხდება ახლო მომავალში, რა მოხდება ამ ადამიანთან დაკავშირებით, რა ვიცი, გაუჭირდება ძალიან ბევრი რამე თვითონ ამ ადამიანს ყველა მხრიდან, ექნება ძალიან დიდი ტვირთი აღებული. თქვენთან დამთავრებული არ არის საქმეც მაგაშია. თქვენთან ურთიერთობა დამთავრებული არ არის, თუმცა ამბავს მაინც გაიგებთ და არც ისე სახარბიელოს ეს ამბავი იქნება თქვენ არ გაგიხარდებათ, რა თქმა უნდა, ამ ამბის გაგება, მაგრამ ეს იმ ფონზე, რომ მოგატყუათ, რომ იმედები გაგიცრუათ, რომ მოლოდინები გქონდათ და აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცა. პერიოდით შემიძლია ვთქვა მომავალისთვის ახალი, დასაწყისი, ასე ვთქვათ, ახალი მთვარეობის ერთი თვე რა დაახლოებით, რომ გაიგებთ ამბავს. თვითონ ჩაეკეტება გზა, კი ბატონო, და ეს იქნება სამყაროდან მიღებული ბუმერანგი. იმიტომ რომ ერთი ადამიანიც კი შენ რომ გულმართალი ადამიანი და უდანაშაულო თუნდაც მიაყენო მას ტკივილი, ტრავმა, დაუმსახურებლად ვიცახი, როცა უდანაშაულო ადამიანი, ამას სამყარო ხედავს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენი მფარველები ყავს, ნათელი ძალები არიან, ასევე ისინიც და გონიათ, რომ მარტო ის მხარე არის ძლიერი. ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ და გაგიწბილოთ იმედი, ვინც იმ მხარეს ეკუთვნის, რომ არა ბატონო, ძალიან მალე დაინახავთ, რომ ეს მხარე მართავს, მაინც ის მხარე საჭიროა გასაწმენდვად, გასაგებად, გასაყოფად და იგივე გადასანაწილებლად, მაგრამ ეს მხარე მართავს. ეს რომელი მხარეა? ნათელი მხარე, აუცილებლად. და ბოლო რა იქნება და ამიტომაც ამოდის სამყაროს კარტი, ენერგიების აღდგენა, ახალი დასაწყისი, კი, მოლოდინები ცოტა გაგრძელდება, მაგრამ აქ ამოდის მზის სტიქია, მზის ანგელოზი, გამონათება, გამოსხივება, იგივე თქვენი აქტიურობა, აი ამ ჩაკეტილობიდან გამოსვლა. და თქვენი გონება გამჭრია ხობა და ბოლო-ბოლო თქმა, აი პრინციპულად არა, მე აღარ მინდა ასე ლოდინი და ასე ცხოვრება. დროა უკვე შევცვალო და მერე გამოჩნდება უკვე ჰორიზონტზე. აი ესე მოდის რა, აი ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან რო გითხრათ, აი ამ და განდეგილის სიტუაციიდან უკვე მოდის ოღონდ თქვენი, კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვენი მონდომებით და თქვენი აქტიურობით გამოსვა. და სამყაროც რა თქმა უნდა გეხმარება თამაში, იმიტომ რომ მთავარია თქვენ მოინდომოთ. პირველი ნაბიჯი ყოველთვის უნდა იყოს თქვენი. ეხლა კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის საჯარო, თუ რეზონირდა, ძალიან კარგი, დამიწერეთ კომენტარი, დამილაიქეთ და დაუჯერეთ ის, რომ ყოველთვის ყველაფერი ბოლო-ბოლო ის არეულობა რატომ არის საჭირო, რომ იმ ქაოსში, იმ არეულობაში, ზუსტად იმ ქაოსში და იმ არეულობაში და იმ გაურკვევლობაში, რომ დალაგდეს ყველაფერი. და სამყარო, როგორც ჩვენ ვალაგებთ სახლს და ვახარისხებთ ზამთრის ტანსაცმელ სიტყვაზე ვიძახი, ზაფხულის და იმ გამოუსედა სადაგარ, ასე ვთქვათ, ძველ რაღაცებს, ხო, რასაც არ ჩავიცმევთ და აღარ ვიხმართ, ხო, ვახარისხებთ, ხო, ვაკეთებთ. ასეა სამყაროც. გონიათ, რომ ისე დარჩება ყველაფერი. ყველაფერი დახარისხდება, თავის ადგილას დადგება. იმიტომ რომ ეს არის სამყაროს ნება, დაბალანსება და ზომიერება. ეხლა გადავედი მეორე პოზიციაზე, The Universal Celtic Tarot Card. ჯერ ნახოთ ვინ მოვიდა, ვინ არის ჩვენთან. მოგესალმებით, მეორე პოზიცია ვინ ჩაიფიქრა. ვინ მოვიდა? რა ინფორმაცია მოდის ამჯერად?
მეორესთან. აქაც სტაგნაცია, აქ უკვე იმპერატორი ამოდის, მამაკაცი, აქაც დანგრევა. ერთო ჩემო რა არის? არ ვიცი. აქ პირდაპირ ამოდის მაგიური ჩარევა გონებაზე. ანუ საყვარლები, მაგია და გონებიდან, ანუ ნახეთ, ტვინის არევა და დანგრევა ურთიერთობის. ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, ან იყო თქვენი პარტნიორი, მამაკაცი, აი სახში მმართველი იმპერატორი რა. ინფორმაცია ასეთი მოდის, ხა არ ვიცი, თუ რეზონირდება, გააგრძელეთ ყურება. ნახეთ ახლა თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა, ეხლა ამ ახლო მომავალში როგორია. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, არა აქვს მნიშვნელობა. თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა, მეორე პოზიცია. სტაბილურად მიმდინარეობდა, იყო მოქმედება, ნაბიჯები, მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რამაც ძალიან დიდი ტრავმა, ტკივილი, დარდი მოგაყენათ. მე არ ვიცი, სიტუაციამ ადამიანმა ვკითხოთ, ადამიანმა თუ სიტუაცია. მეორე პოზიციისთვის. რა თქმა უნდა, სიყვარულმა. ანუ აქ ამოდის პარტნიორული ურთიერთობა, სიყვარული. და თვითონ ადამიანი, რომელიც აქტიურობდა, დგავდა ნაბიჯებს, მიდიოდა უკვე სიყვარულამდე, ასე ვთქვათ, და თქვენ გეგონათ, რომ ეს სტაბილური იქნებოდა ეს ადამიანი. რაღაც მოხდა. აქ გამოჩნდა კიდე მეორე ადამიანიც თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ თქვენი ბრალი არ არის, თქვენ მოლოდინები გქონდათ ერთთან, გამოჩნდა მეორეც და თქვენზეა დამოკიდებული ბედის კარტი ამოდის, როგორ გადაწყვეტ და რას გადაწყვეტთ. იმიტომ რომ აქ მოდის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ანუ რაღაცების გადახარისხება. ისეთი როგორიც იყავით, აღარ ხართ, შეგეცვალათ რაღაც. შეიძლება გემოვნება. შეიძლება გარეგნობა, შეცვლა, ტრანსფორმაცია, ხო? თავიდან დაბადება. ნახოთ, აბა, რა ინფორმაციას გვაწვდიან თქვენზე ეხლა და იმ ადამიანზე, ვინც გაინტერესებთ მეორე პოზიციისთვის. ვინ არის ეს ადამიანი, რა უნდა? ინფორმაციას მაწვდიან, რომ ძალიან დიდი დარდი, ტკივილი მიგიღიათ და რაღაც მომენტში გასულ ხართ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ აქ ამოდის განდეგილის კარტი და ჩხუბი იყო, ასევე კონფლიქტი იყო ძალიან დიდი ამ ადამიანთან. ამ ადამიანის ბრალი იყო და ეს იყო გრძნობასთან, სიყვარულთან და საყვარლები. ანუ ნახეთ, ან თქვენ იყავით ურთიერთობაში ამ ადამიანთან და გაიგეთ, რომ ყავს სხვა. ან ეს ადამიანი თქვენთან ერთად ყავდა სხვაც, ანუ რაღაცა ესეთი მომენტია რა, ვერ გავერკვიე ბოლომდე. თუმცა სტაბილურად მიდიოდა თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა, სანამ არ გაიგეთ ეს სიტუაცია და არ ანუ ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდნილ ხართ. სხვა ქალი ფიგურირებს აქ. აი, მაშინ ამ სხვა ქალისა და თქვენი ურთიერთობა, თუ არის. ეს სხვა ქალი არის? კი ბატონო. გაურკვეველი სიტუაცია, რაღაცა სამსახურეობრივი, რაღაცა აი ესეთი, არ ვიცი რა, საიდან როგორ, ეხლა საჯარო გაშლა, მაგრამ ცოტა არ იყოს. ამ ქალის აქტიურობა გამოდის აქ, ამ კაცთან დაკავშირებით, ანუ ამ ქალმა იაქტიურა, ესე იგი თქვენთან იყო და წაგართვალათ, როგორ ვთქვა სწორად. იმ ქალმა მოკლედ დაადგა თვალი, იაქტიურა, არ ვიცი სად და როგორ.
სამსახურის მუშაობის რაღაც აი ესეთი კარტი ამოდის. ეხლა მე ხო სიმბოლურად ვკითხულობ, სიმბოლური ენაა ხო ეს? მაშინ ნათელ მხილველი უნდა ვიყო, რომ პირდაპირ ვხედავდე და მე გადმოვცემ იმას, რა ინფორმაციაც მოდის არა. მაშინ ეხლა აბა რა მდგომარეობაა თქვენსა და ამ ადამიანს შორის? ეხლა რა ხდება? გრძნობა აქვს, მაგრამ ნახეთ, ყველაფერი, აქ ღალატზეა, ტულზეა საუბარი, აი როგორც მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი. კი ბატონო, ციკლურობის კარტი ამოდის. წარსულის სიყვარული, ეს ადამიანი თვითონ არის, ერთად აშენებდით რაღაცას, ჰქონდათ გეგმები, რაღაც აი ესეთ ისტორიას მიყვებიან, არ ვიცი ხა რამდენად მართალია, მაგრამ მოხდა აი ესეთი რაღაც. შემოვიდა მტერი ქალის სახით და დაანგრია ეს რაღაც თქვენი ერთობლივი გეგმები, მოლოდინები თუ ოჯახი თუ ასე შემდეგ, თუ ურთიერთობა. საჯარო გაშლაა და ამიტომ ვარიანტები ბევრია. მაშინ მკითხოთ ესეთი რამე. ეს გასაგებია, რომ ინფორმაცია მომივიდა ასეთი. არა, ეხლა აი ამ ახლო მომავალში თქვენ და ეს ადამიანი თუ იქნებით ერთად, ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა. თუ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა. მიუხედავად ამდენი მტრებისა და მოწინააღმდეგეებისა. ამოდის სამყაროს კარტი. ეხლა როგორ გავიგოთ ეს? ან დასაწყისი, ან დასასრული, ან დასრულდა ის რაღაცა და ამოდის სამყარო, ანუ ხელახლა იწყება, ანუ ნახეთ, იეროფანტის კარტი ამოდის, აქ ამოდის მფარველობა, კი ბატონო, ის რომ მფარველობა გაქვთ ზემოდან და თქვენ ერთად უნდა ყოფილიყავით. ამოდის აი ესეთი მომენტი, ხლა ეს სხვანაირი კარტია, ამიტომ აქ იეროფანტი სხვანაირად იკითხება. აქ ამოდის წინაპრული მფარველობა, ის რომ თქვენ ერთმანეთისთვის იყავით და მოხდა მართლაც აი რაღაც აი ესეთი ბოროტის შემოტევა, ოღონდ ამ სიტუაციას ჩიხში ჩააგდეს, რაღაც სიტუაცია გაუკეთეს, იძულებული გახადეს, ანუ და დაბრკოლება შეექმნა თქვენ სიტუაციას და მას რა თქმა უნდა და აქ ამოდის გამოსავალი გზა, ან წავიდა, ან დროებით ვიძახი. გაცილდა ამ სიტუაციას, რომ გადაეწყვიტა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ უყვარხართ და გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და ამოდის ისევე გამარჯვებით, რომ ბრუნდება. ეხა ეს თქვი ახლო მომავალი, ხო? დაბრუნდება მაშინ თქვენთან. რახან ეხა ორი ესეთი უმაღლესი არკანი ამოდის და მფარველობა, ყველა ვარიანტში ეს ურთიერთობა არ უნდა გაწყდეს. თუ რაღაც მოხდა, ესე იგი მე კიდე ვიძახი რაღაც მიზეზების გამო, ეს არის საჯარო გაშლა და ეხა დეტალებს ვერ გავშლი, მაგრამ უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი ურთიერთობა. ჩათვალეთ, რომ აი ბოროტის შემოტევა იყო რა. გარწყნა იყო ბოროტისგან და გამოცდა იყო. უნდა გაგრძელდეს. თქვენზე აქაც დამოკიდებული რამდენად თქვენ იაქტიურებთ და კი ბატონო, ამოდის აქტიურობის კარტი, ახალი დასაწყისი და გაგრძელება. ამ ადამიანს აქვს გრძნობა. ამიტომ ეხლა კიდე ბევრ რაღაცებს გაარკვევთ და გაიგებთ. იმ გაურკვეველს, იმ მიდუმალსაც აიხდება ფარდა და თქვენი ინტუიციაც გეტყვით, მაგრამ ეს ადამიანი არ გშორდებათ, ამოდის გრძნობით თქვენს მიმართ, ანუ გაიაზრა რაღაც შეცდომა საყვარლებთან დაკავშირებით, კი ბატონო. ანუ ის მესამე პირი, ხო? რაზეც იდარდა ინერვიულად თვითონაც და ეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა. შეიძლება თქვენც უთხარით, რომ მორჩა გაიყინა, ჩვენ შორის დამთავრებულია ყველაფერი, მაგრამ ამოდის ისევე ციკლურობის კარტი, ბედის კარტი, რაც დატრიალდება ისევ თავიდან თქვენ შორის ყველაფერი. თვითონ იყურება თქვენსკენ, წამოსული არის, მაგრამ ბოლომდე არ არის, მაინც თქვენსკენ იყურება და ამოდის რომ
ან მისი მეგობარი, ან მისი ახლობელი ვიღაცა ადამიანი ჩაერევა ამ სიტუაციაში, რომ ისევ შეგინარჩუნოთ ურთიერთობა, ან ის იტყვის, რომ აი რაღაცა მოხდა, ხო, ბესპაპუტალა, ესეთი ინფორმაცია მოდის, ეშმაკმა შემაცდინა, არ მინდოდა ხამ სიტყვის თქმა, მაგრამ ყველაფერი ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ანგელოზები არ ვართ და დროებითი განმარტოება არჩია. დროებითი განმარტოება არჩია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, გამოჩნდება თუ ეხლა ამ წუთას არ გაქვთ ურთიერთობა, მის უკან დგანან ის ფარველები, რომლებიც და თქვენს უკანაც თქვენი წინაპრები ჩათვალეთ, რომლებიც მისცემენ მას ამ ფარველობას, რაღაცა მინიშნებას, რაღაც, ანუ ნახეთ, ყველა ადამიანში არის ეს, ანუ ჩვენი ფარველები, ჩვენი წინაპრები, რომლებიც დიდი ხნის გარდაცვლილები არიან, ჩვენი გენეტიკური კოდი ეხლა რომელიც გახსნილია, ისინი შეიძლება ჩვენი ფარველი ანგელოზებიც არიან და ისევე აღდგება თქვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ განკუთვნილი, ესე ხედავენ, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები, განკუთვნილები და აგერ მორბის და გამარჯვება იქნება, ანუ ახალი დასაწყისი იქნება და ისევ დაიწყებთ თავიდან ყველაფერს, თუ გადახარშავთ ამას და აპატიებთ. და ბოლოს აბა რჩევა მეორე ვარიანტისთვის. თუ გადახარშავთ ამ ტკივილს, ყველაფერი ხდება, გაიგეთ, ადამიანური ცხოვრებაა და როტი იბრძვის ყველა ადამიანის სულების შეცდენას სურს და ჩვენ უნდა რაღაცნაირად გავიგოთ. შეიძლება ჩვენც აღმოჩნდეთ ესეთ მდგომარეობაში, კი ბატონო, თქვენი რჩევა იქნება, ამოდის სამიანი თასები, ეს არის სიხარული, ბედნიერება, წარმატება, ესეთი დღესასწაული, სუფრა, ხიარულება. და თქვენთვის არის ეს რჩევა ზუსტად, რომ იდარდეთ და რომ ინერვიულეთ და ამოარყოფით ენერგიებში, რომ იყავით, ეხლა რაღაცნაირად თავი აიძულეთო, რომ უკეთეს, ანუ დადებით, პოზიტიურ იმაში უნდა გადახვიდეთ, რომ დაიწყოთ ახალი დასაწყისი, მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში სიახლე, უკეთესობა, გამოანათოს მზემ. ანუ ნახეთ, აქაც რჩევა არის, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. აი ამ რაღაც ცუდებზე არ იფიქროთ, ნახეთ, ძლიერი ხართ, ესე გიყურებთ სამყარო, ძლიერი ქალი ხართ, თქვენ შეგიძლიათ ეს ადამიანი ატაროთ თქვენ ჭკუაზე, რო იტყვიან, უხეშად რო ვთქვათ, ეხლა თქვენ ჭკუაზე არა, მაგრამ დაიმორჩილოთ რაღაც სიტუაციებში და მიჯაჭვულია ეს ადამიანი. ისიც ძლიერია, როგორც დათვისი ამოდის ამ შემთხვევაში. ოღონ ეს დამორჩილება უნდა იყოს არა ძალით, არამედ სიყვარულით, სიტყვით. ხო, გველსახვრელით ამოიყვანს, ენატკბილად მოუბარი. ანუ ამ შემთხვევაში თქვენი სიტყვოთი და სიყვარულით მოხდება ამ კაცის, ამ ადამიანის დამორჩილება, ხო? და ეს ახალი დასაწყისი თქვენ გელოდებათ. ეხლა კიდევ ვიძახი, ეს არის პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს. კარტი და სამყარო გირჩევთ აქედან, ხო, ამ მინიშნებებით და ინფორმაციით ამას. ეხლა თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ როგორ მოიქცევით, იმიტომ მე ბევრისთვის მიმიცია რჩევა, რომ მოდი რა, აი ესე გააკეთე, მოდი პოზიტივზე გადაერთე ეხლა, ნუ ჩაიხვევა ამას, შეუნდე, აპატიე ცოტა ხანი, აი ესე გააკეთე და მერე აი ნახე როგორ იქნება ყველაფერი, ახალი დასაწყისი იქნება, სიხარული იქნება, ბედნიერება იქნება, დიახ ბატონო. მაგრამ მე რომ მithქვამს ეს და რჩევა მიმიცია, რაც მოდის იქიდან გამომდინარე, ხო, ადამიანის ყველანაირად მოქცეულა ხარ, რა ქნას აგერ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვესაუბრება თავისი ენით, მინიშნებებით, ხო? ეს ჩვეულებრივი კარტი, კარდონია, ხო? მე ასე ვთქვათ, გადმომცემი ვარ ამ შემთხვევაში გამტარი და გაძლევთ ამ ესეთ ინფორმაციას. ხო, და აი დანარჩენი ხა რა ქნას? ეს თქვენთვის არის უკეთესი თუ ასე იზავთ, თუ ასე გაითვალისწინებთ ამას, რასაც მე გეუბნები, თუ არა და მაშინ არც მინდა უარყოფითის გაჟღერება. იმიტომ რომ ხედავ, რომ
გასაგებია, რომ თქვენ მართალი ხართ, ესე არ უნდა მომხდარიყო, ესე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ თუ ამას ყველაფერს გაითვალისწინებთ, მე უკვე სტაბილური ურთიერთობა გელით ამ პარტნიორთან და რაც თავარია, ანუ რა იქნება, იცით, აი პირდაპირ რო გითხრათ, იქნება თქვენსა და ამ ადამიანს შორის დაიწყება ერთი ოჯახის, ასე ვთქვათ, აწყობა ერთად, რომ იყოთ. სამყარო ესე გყედავთ, თქვენ წინაპრებს ასე უნდათ, რომლებიც გვერდით არიან, თქვენს გვერდით არიან და იმ ადამიანის გვერდით არიან, გასაგებია, რომ ძალიან გრძნობიარე ხართ და ძალიან იმოქმედა შეიძლება ამ სიტუაციამ, მაგრამ რჩევა არის ესე, რომ გამოსვლა ამ მდგომარეობიდან ეს არის. თვითონაც იაქტიურებს, რა თქმა უნდა, რომ ნახავს, რომ თქვენ ხართ დადებითად და პატიობთ. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. აი ესეთი ინფორმაცია იყო დღეს, თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, მომწერეთ და მეც დავაგრძელებ თქვენთვის ახალ ვიდეოების ჩაწერას. დროებით.